აი, რაზე შემიძლია მე ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ თავზე. დილით რა ხასიათზე გავიღვიძებ, არ ვიცი. არ ვიცი, წელი მექნება გაშეშებული თუ კისერი. ხო? არ ვიცი, საერთოდ გავიღვიძებ თუ არ გავიღვიძებ. გზაზე მინდა გადასვლა, მაგრამ ანუ მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, რომ იმ გზაზე უსაფრთხოდ გადავალ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არის. სამყაროში, სადაც გამონაკლისის გარეშე, ყველა და ყველაფერი უხსოვარი დროიდან მუდმივად ურთიერთგანპირობებულ კავშირში იმყოფება, მე აქ უცებ თავი წამოყო და თქვა, რომ მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა აი ეს რო კარგია, კარგად ვქენი, ან ეს რო ცუდად ვქენი, ან ეს არჩევანი რო გავაკეთე, ეს არის თავის მოტყუება. ეს არის ის, რომ შენ რეალობას ვერ აღიფო. არჩევანი, ნებისმიერი არჩევანი არის ყოველთვის განპირობებული. არანაირი პასუხისმგებლობა, თუნდაც ჩემს ხასიათთან დაკავშირებით არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. ჩემ ხასიათში ძალიან ბევრი ადამიანი, გარემო ფაქტორები, ამინდები და კიდე რაღაცეები იღებს უშუალო მონაწილეობას. და როდესაც ასე თქვა, თელი სამყარო არის ჩართული იმაში, რომ რაღაც ჩემს პასუხისმგებლობაში და ჩემს არჩევანში, რომ თქვა, რომ აი მე ვიზავ, ვერ, იქ არის საჭირო უკვე ნდობა.